განცხადება პრემიერმა დიღომში სპორტული კომპლექსის გახსნისას გააკეთა. ობიექტი პირველია, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის თბილისში გაიხსნა. ანა წერეთელს ჰქონდა კომპლექსის დათვალიერების საშუალება, ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ანა, რას წარმოადგენს ობიექტი და მზად არის თუ არა ის შეჯიბრებებისთვის? დიახნელი, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სპორტული სფეროს წარმომადგენლებმა გახსნეს თბილისი 2015-ის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი სპორტული კომპლექსი, რომლის სახელწოდებაც არის ახალი თბილისი. საქართველოს პრემიერმა ასევე სიტყვით მიმართა აქ შეკრებილებს და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღით ოლიმპიადის განმავლობაში თბილისი მიეცემა საშუალება, რომ გახდეს ევროპული სპორტული სფეროს დედაქალაქი. როგორც ცნობილი არის, ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსებული არის 4 სფეროსთვის სპეციალური შენობა, სადაც ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები ჩაატარებენ სპორტულ შეჯიბრებებს. დღესვე პრემიერმა სპორტის მინისტრთან და ასევე საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა სპეციალური ქანდაკება, რომელიც ოლიმპიადისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე აიგო. სულ რაღაც 16 დღეში ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა და ჩვენ მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები ყავს, ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა მანამდე. და წელს თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000 სპორტსმენს უმასპინძლებს. და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად. ოლიმპიადის საშენებული სპორტული კომპლექსები და ეს ინფრასტრუქტურა სრულად გვაძლევს არა მარტო ღირსეულად დავხვდეთ ჩვენ სტუმრებს, არამედ მომავალში უზრუნველყოთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამართვა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი კომპლექსი, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა და არ არის და რა თქმა უნდა, ეს კომპლექსი გახდება ბაზა ჩვენი სპორტსმენების. ეს არის საჩუქარი მათთვის. ოლიმპიური ქანდაკების გახსნის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გადაინაცვლა უშუალოდ ობიექტებზე, მოხდა აღნიშნული შენობების დათვალიერება. როგორც უკვე აღნიშნე, აქ არის განთავსებული 4 სფეროში გასამართი ღონისძიებებისთვის აშენებული ობიექტები. აქ საუბარი არის ცურვაზე, ასევე მძლეოსნობაზე, ფრენბურთზე და ტანვარჯიშზე. როგორც ჩვენ საორგანიზაციო კომიტეტში განგვიცხადეს, 4 სფეროსთვის ყველაფერი მზად არის, თუმცა დანარჩენი სფეროში გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო შენობების გახსნაც უახლოეს კვირაში იგეგმება. ამით რა თქმა უნდა შესაძლებლობა მიეცემა როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, რომ ისარგებლონ ამ ობიექტებით, ასევე სპორტის ყველა მოყვარულს, ახალგაზრდა და მათ მათ, ვისაც უნდათ რომ სპორტით იქონ დაკავებულები და მნიშვნელოვანია შანსაღი ცხოვრების წესი დამკვიდრდეს საქართველოში და რა თქმა უნდა ეს ობიექტები ხელს შეუწყობს. ჯერ კიდევ 18 თვის წინ ამ ტერიტორია იყო საკმაოდ მიგდებული, ნაგავსაყრელი და აი 18 თვის თავზე ყველა ხედავთ თუ რა შედეგი მივიღეთ. შეიძლება სიამაყით ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში და უახლოეს სამეზობლო ქვეყნებში ნამდვილად ერთ ლოკაციაზე მდებარე ამდენი სპორტული ობიექტი არ არსებობს. ყველა ობიექტი დასრულებულია. ალბათ ყველაზე დიდი ინტერესს იწვევს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე. მე მინდა ყველა მოვიწვიო, ხვალდაზე გიკტარდება სატესტო შეჯიბრებები ხელბურთში, ის ობიექტის დასრულებულია. ერთი თვის წინ ამ არენაში ჩატარდა ტესტ მატჩი, ანუ მოხდა აპრობაცია იმ სპორტული ინვენტარის, რომელიც შეძენილი იქნა ამ ოლიმპიადისათვის. ტესტმა კარგად ჩაიარა, დადებითი შეფასება მიიღო ევროპული ფედერაციისაგან. საქართველოში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა თბილისში გაიხსნება 26 ივლისს და გაგრძელდება 1 აგვისტომდე. ამ ოლიმპიადისთვის საქართველოში ჩამოვა 4000-მდე სპორტსმენი, რომლებიც არიან 50 ქვეყნის წარმომადგენლები და როგორც სპორტის უწყებებში განმარტავენ, მთლიანად ამ ღონისძიებებისთვის ივლისის ბოლოს 10000-მდე სტუმარს ელოდებიან. მადლობთ, ანა, ეს ანა წერეთელი იყო.